მოგესალმებით. დღეს ორ თემაზე შეგაწუხეთ, რომელიც ერთმანეთთან არის მიბმული. პირველი ეს გახლავთ სომხეთის განათლების მინისტრის განცხადება, რომელიც აგერ ხელთ მაქვს. ეს გახლავთ არმენ აშოტიანი, რომელმაც ამას წინათ განაცხადა და გაავრცელეს სააგენტოებმა მისი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მან მოუწოდა სომხეთის მოქალაქეებს, მოსახლეობას დაიწყონ პოლემიკა იმის თაობაზე, რომ სომხეთს შეეცვალოს სახელი და მას დაერქვას აღმოსავლეთ სომხეთის რესპუბლიკა. ამ განცხადებას რომ აკეთებდეს რომელიმე ვაი ისტორიკოსი ან ვაი პოლიტიკოსი, რომელიც ხელისუფლებაში არ არის, კიდევ არ მივაქცევდით ყურადღებას, მაგრამ ამ განცხადებას აკეთებს მთავრობის წევრი სომხეთის განათლების მინისტრი. ეს ხდება იმ დროს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტის დროს სომხურმა პრესამ დაწერა, რომ მარგველაშვილმა მოინახულა არა ქართული ისტორიული ძეგლები, არამედ სომხური ისტორიული ძეგლები. ეს განცხადება კეთდება იმ ფონზე, როდესაც კრემლი აცხადებს, რომ მალე რუსეთსა და სომხეთს შორის იქნება საერთო საზღვარი. ამ დროს კეთდება ასეთი განცხადება. რას აკეთებს ამ დროს ქართული დიპლომატია? ქართული დიპლომატიას დუმს, ამიტომ ჩვენ მოუწოდებთ ქალბატონ მაია ფანჯიკიძეს დაუყოვნებლივ იქნას გამოძახებული სომხეთის ელჩი საქართველოში და განმარტება მოეთხოვოს აი ამ განცხადებასთან დაკავშირებით. თუ არსებობს აღმოსავლეთ სომხეთის რესპუბლიკა, ესე იგი ისინი მოიაზრებენ, რომ არსებობს დასავლეთ სომხეთის რესპუბლიკა, რომელიც ალბათ მათი აზრით აზერბაიჯანია და ალბათ უნდა არსებობდეს ჩრდილო ან აღმოსავლეთ ან დასავლეთ ან სამხრეთ სომხეთი. შეიძლება ამ სხვადასხვა მიმართულებაში აღმოსავლეთ ან მთლიანად საქართველოს მოიაზრება. ამიტომ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ აი ეს საკითხი ხელისუფლებამ ამ საკითხში სიცხადე შეიტანოს. ეხლა მეორე საკითხი. ეს გახლავთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, რომელიც არ შეიძლება არ აშფოთებდეს არა მარტო საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს და ქართველებს და არაქართველებსაც, არამედ საერთოდ ზოგადად მთლიანად ევროპას და მსოფლიოსაც კი. ჩვენ მოვითხოვეთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან და წერილით მივმართეთ მას, რომ რადგანაც რუსეთის და უკრაინის წარმომადგენელი გაეროში ზდუმან და ხმას არიღებენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და რუსეთი იმიტომ ვახსენეთ, რომ პირდაპირ რუსეთის მითითებით ხდება პარაფირებაზე, ხელშეკრულების პარაფირებაზე ხელის არ მოწერა. ამიტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მოუწოდებთ საქართველოს ელჩმა გაეროში დასვას საკითხი, რათა უშიშროების საბჭომ განიხილოს უკრაინის საკითხი. ამასთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო, რომ უკრაინაში მიდის სისხლისღვრა, მიდის არეულობა, საქართველოს 1/3 ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ამ დროს უკრაინელი სპორტსმენები და ქართველი სპორტსმენები აპირებენ სოჩში წასვლას და ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღებას. ამიტომ ჩვენ გუშინ მე თქვენმა მონამორჩილმა და კახა ძაგანიამ რუსეთის საკონსულოში შევიტანეთ განცხადება ვიზის მოთხოვნით, რათა ჩავიდეთ სოჩში და გამოვხატოთ პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ სოჩში მიმდინარეობს ოლიმპიადა და ამ დროს 5 კილომეტრში ხდება ოკუპირებული ჯარის ბეშჩინსტვა, ქართულად როგორ იქნება, განუკითხაობა. მოგეხსენება 11 კილომეტრით კიდევ აქეთ გადმოწიეს გაგრიდან საზღვარი, ეს საქართველოს საზღვარი, ეს არა აფხაზეთის საზღვარი, არამედ საქართველოს საზღვარია. ამ დროს ჩვენი სპორტსმენების დუმან, ჩვენი მთავრობას დუმს, დიპლომატია ხმას არიღებს, მაია ფანჯიკიძეს პირში წყალი აქვს შეგუბებული, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენ წავიდეთ თუ ამის საშუალება მოგცა, რა თქმა უნდა რუსეთის საელჩომ. ნაკლებად ვარაუდობთ, რომ მათ ეს გააკეთონ, რადგანაც მუქარა არის, რომ სოჩში მოხდება ტერაქტები და ამ ფონზე ნაკლებად ვარაუდობთ, რომ რუსეთის საკონსულომ ჩვენ ვიზა მოგცეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ეს გავაკეთეთ, რათა ყველას დავანახოთ, რომ ჩვენ მზად ვართ ჩავიდეთ სოჩში და იქ მოვაწყოთ საპროტესტო აქცია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მე ორივე განცხადება, ერთი სომხეთის განათლების მინისტრის განცხადება მოგიტანეთ, აქ რამოდენიმე ეგზემპლარია და ასევე ჩვენი განცხადება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისადმი მოწოდება, რათა გაეროში უშიშროების საბჭოში დაისვას ეს საკითხი. არა, ჩვენ მოვითხოვოთ ჩვენზე ვიზები, როგორც პარტიის ხელმძღვანელებზე და ვფიქრობ სრულიად საკმარისი იქნება იქ ჩვენი ჩასვლა, იქ არ არის საჭირო გრანდიოზული და ხალხმრავალი მიტინგების. არა, დავდგებით ოლიმპიურ კომიტეტთან, თუ ვიზები მივიღეთ და განვაცხადებთ მასმედიასთან, პრესასთან, განვაცხადებთ, რომ როდესაც ძველ საბერძნეთში ტარდებოდა ოლიმპიადა, ომები მაშინდელ მსოფლიოში ჩერდებოდა და იმ დროს, როდესაც აქ ოლიმპიადა მიმდინარეობს რუსეთში, ყოფილ საქართველოს ტერიტორიაზე, უკრაინაში მიდის სისხლისღვრა, რომელიც რუსეთის მიერ არის პროვოცირებული, ხოლო საქართველოს ტერიტორია აი 5 კილომეტრში არის ოკუპირებული და მიმდინარეობს ცოცავი ანექსია. ცხინვალში მიდის საზღვრების სამხრეთისკენ გადმოწევა, ხოლო გაგრაში მიდის საზღვრების აღმოსავლეთისკენ გადმოწევა და ეს ვიღაცამ უნდა გააპროტესტოს. იმ შემთხვევაში თუ ვიზები არ მოგცეს, ნაკლებად სავარაუდოა რომ რუსეთის მხარემ ჩვენ ვიზები მოგცეს. მაშინ ჩვენ გვაქვს შეპირება სოჩში და კრასნოდარის მხარეში მაცხოვრებელი ადამიანებისგან, ეთნიკური ქართველებისგან და რამოდენიმე პოლიტიკოსისაგან, რომელთა გვარებს ახლა მე არ დავასახელებ, რომ ისინი გამართავენ საპროტესტო აქციას სოჭის ოლიმპიური კომიტეტის წინ. ისე რომ ეს საქმე ისე არ უნდა დამთავრდეს სოჭის ოლიმპიადა, რომ მშვიდობიანი პროტესტი მაინც არავინ არ ჩვენ ხა ტერორისტებს რა თქმა უნდა ტაშს ვერ დაუკრავთ და ვერ მოვიწონებთ ვერც ვოლგოგრადის ტერაქტს, ვერც სხვა ტერაქტს და ვერც მუხარას მოვიწონებთ, რომელიც გაჟღერდა იმასთან დაკავშირებით, რომ ოლიმპიადის დროს ტერაქტები მოხდება, ამას ვერ მოვიწონებთ, მაგრამ მშვიდობიანი პროტესტი არის აუცილებელი. სოფლიომ უნდა დაინახოს, რომ რუსეთი ატარებს ოლიმპიადას იმ დროს, როდესაც ის არის ოკუპანტი. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. კი, შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედებს რუსეთის საკონსულო, იქ ჩავაბარეთ განცხადება. არავის აქვს უფლება წინ აღუდგეს უკრაინელი ხალხის კი ბატონო. არავის აქვს უფლება წინ აღუდგეს უკრაინელი ხალხის ნებას, ისევე როგორც ნებისმიერი ხალხის ნებას. მით უმეტეს პიროვნებას, რომელიც უკრაინელმა ხალხმა აერჩია პრეზიდენტად და მას ჯერჯერობით ისევ პრეზიდენტი ქვია. არც იანუკოვის, არც პუტინს და არავის დედამიწის ზურგზე არავის არ აქვს უფლება ხალხის წინააღმდეგ წავიდეს. კიევში მიმდინარეობს საშინელი სისხლისღვრა, მიმდინარეობს ფაქტიურად სამოქალაქო ომი და ჩვენ მემარცხენე ალიანსის სრულ სოლიდარობას უცხადებთ უკრაინელ ხალხს. ისე როგორც 2007 წელს საქართველოში ლამის სისხლისღვრამდე და ლამის სამოქალაქო ომამდე მიიყვანა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მდგომარეობა, ასევე იანუკოვიჩმა მიიყვანა ომამდე, სამოქალაქო ომამდე მდგომარეობა, ამიტომ მას უფლება არ აქვს დარჩეს პრეზიდენტის პოსტზე. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვერევით უკრაინელი ხალხის საქმეებში, შინაურ საქმეებში, მაგრამ ჩვენ მოგმართა უკრაინის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, იულია საკრომოლენკომ, ამ პარტიის გენერალურმა მდივანმა და გთხოვა გაგვეკეთებინა მხარდამჭერი განცხადება. ჩვენ ეს განცხადება გავაკეთეთ, რომელიც წაკითხულ იქნა მაედანზე. იქიდან მოგვივიდა მადლობის წერილი და ასევე ასეთი შინაარსის წერილი, რომ თქვენმა განცხადებამ საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მომიტინგეებზე. აი ეს არის ის ინფორმაცია, რაც მე მინდოდა მომეწოდებინა თქვენთვის. დიდი მადლობა. კარგად გზარდებოდეთ და მე გიტოვებთ ამ განცხადებებს თუ საპირისპირო